ომი ახლო აღმოსავლეთში წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდება. 29 ივლისის საღამოს უპილოტო საფრენი აპარატმა უკვე ეგვიპტეში ხმელთაშუა ზღვის პორტ დემიათაში 2 გემი დააზიანა. სუეცის არხთან ახლოს. ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-სა და ირანის ომის ფარგლებში დარტყმა ეგვიპტეში მდებარე ობიექტს მოხდა. ამ ინციდენტის მნიშვნელობა იმაშია, რომ ის იმავე დღეს მოხდა, როდესაც საუდის არაბეთი პირველად საჯაროდ შეუერთდა სამხედრო დარტყმებს ვაშინგტონთან ერთად. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი შეხვდა საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრს, რომელმაც სთხოვა, რომ არ დაეშვათ შემდგომი ესკალაცია, მაგრამ როგორც ჩანს, ესკალაცია უკვე კონტროლიდან გამოვიდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 30 ივლისის ღამეს განაახლა დარტყმები ირანზე. მოკლედ ამ გამოშვებაში განვიხილავთ რა მოხდა. სუეცის არხთან როგორ ფართოვდება ახლა კონფლიქტის გეოგრაფია ახლო აღმოსავლეთში და რა შემდგომი სცენარები განიხილება ანალიტიკოსების მიერ. და პირდაპირ გეტყვით, პროგნოზები საერთოდ არ არის ოპტიმისტური. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ეს თქვენგან მხოლოდ ერთი წამი. ჩვენ უახლოვდებით 300,000 გამომწერის ნიშნულს. ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. გაგრძელება. მოდით დავიწყოთ თავად სუეცის არხთან მომხდარი ინციდენტით. ბრიტანული საზღვაო დაცვის კომპანია ამბრეის მონაცემებით დრონმა დაარტყა ამერიკული კომპანიის კუთვნილ გაზის ტანკერს, რომელიც დემიეტას პორტში იყო განთავსებული. ეს არის თხევადი ბუნებრივი გაზის ჰაბი ხმელთაშუა ზღვაზე, ახლოს იმ ადგილთან, სადაც არხი აერთებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. ვაჭრობის სადაზვერვო კომპანია კპლერის მონაცემებით დაზიანდა 2 გემი. მცურავი საცავი რეგაზიფიკატორი ენერგოს ვინტერი და გაზმზიდი ტანკერი გაზლოკ სალემ. დრონმა დაარტყა სწორედ ენერგოს ვინტერს, რის შემდეგაც ცეცხლი გადავიდა მეორე გემზე. ხანძარი მალევე ჩააქრეს, დაშავებულები არ არიან. ამის შესახებ იუთხება ეგვიპტის ნავთობის სამინისტრო. თუმცა ეს უკვე ომის რეალური გაფართოების ნიშანი-ეშანია და მცდელობა მთლიანად მთელი რეგიონის ბლოკირების. აქ უნდა შევჩერდეთ და ცოტა ავხსნათ. მოკლედ რომ თქვათ, საქმე იმაშია, რომ ირანი ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს, ანუ სპარსეთის ყურიდან გასასვლელს. იემენელი ჰუსიტები ბლოკავენ ბაბ-ელ-მანდების სრუტეს, ანუ ერთ-ერთ გასასვლელს წითელი ზღვიდან. და ამავე დროს ვიღაც თავს ესხმის ტანკერებს სუეცის არხში, ანუ იმავე წითელი ზღვის მეორე გასასვლელთან. თუ ყველაფერს ერთად შევკრებთ, ეს არის მცდელობა სრულად გაანადგურონ საუდის არაბეთიდან ექსპორტის ნებისმიერი შესაძლებლობა არაბეთთან. გაგიხსენით კიდევ უფრო მარტივად. თუ შევხედავთ საუდის არაბეთს, ფაქტობრივად მას აქვს 3 გზა, როგორ გაიტანოს თავისი ნავთობი ექსპორტზე. ერთი მხრიდან გვაქვს სპარსეთის ყურე. და იქ ტანკერები შეიძლება გავიდნენ ჰორმუზის სრუტით, შემდეგ ოკეანეში და საერთოდ ნებისმიერ ადგილას. მეორე გზა არის მთელი ქვეყნის გავლით, მთელი საუდის არაბეთის გავლით გადის მილსადენი, რომელიც 1200 კილომეტრია. აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, იამბუს პორტამდე. ეს იამბუს პორტი მდებარეობს წითელ ზღვაში და აი წითელი ზღვისგან საუდის არაბეთს აქვს 2 მარშრუტი, როგორ გავიდეს მსოფლიო ბაზარზე. სუეცის არხით ან ბაბ-ელ-მანდების სრუტით. ზემოდან ხმელთაშუა ზღვაში, ქვემოდან ოკეანეში. და ახლა ვიღებთ სურათს, როცა ირანი ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს. ეს მხარე დახურულია, ამ მხრიდან ჰუსიტები ბლოკავენ ბაბ-ელ-მანდების სრუტეს, ერთი გასასვლელი რჩება, სუეცის არხი. და იქაც რაღაც იწყებს მოხდენას. რატომ ამბობ, რომ სუეცის არხში ტანკერებზე ვიღაცა მიიტანა იერიში? აქ მნიშვნელოვანია მკაფიოდ აღვნიშნოთ, რაც დადგენილია და რა არა. ეგვიპტის მთავრობის ოფიციალური განცხადება ადასტურებს 2 გემის ხანძრის ფაქტს დრონის თავდასხმის შედეგად. მაგრამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია და თუ ვინ დგას თავდასხმის უკან, ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის უცნობია. როიტერსი ამას აშშ-სა და ირანს შორის ომის პოტენციურ ახალ ფრონტად მოიხსენიებს, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ეს გამოცემის შეფასებაა და არა დადასტურებული ფაქტი თავდასხმის ავტორობაზე. ამიტომ იმის გამო, რომ ომში უკვე ჩაერთნენ როგორც ერაყის შეიარაღებული დაჯგუფებები, ასევე იემენის ჰუსიტები, იმის გარკვევა, ვინ რას ესხმის თავს, სულ უფრო და უფრო რთული ხდება. დარტყმის ადგილის მნიშვნელობა სწორედ გეოგრაფიაში. სუეცის არხი კვლავ რჩება საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტის ბოლო შედარებით უსაფრთხო მარშრუტად. მაშინ რაც ჰორმუზის სრუტე კონფლიქტის ზონად იქცა, ხოლო იემენელმა ჰუსიტებმა გასუნკვირა საუდის არაბეთის საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენეს ალტერნატიული მარშრუტიც
ბაბელ-მანდების სრუტის გავლით. თუ საფრთხის ქვეშ სუეცის არხიც აღმოჩნდება, ერიაც პრაქტიკულად აღარ დარჩება ნავთობის საზღვაო ექსპორტის უსაფრთხო მარშრუტები. და სწორედ ამას ცდილობს ახლა ირანი. ახლა გადავიდეთ დღის უფრო ფართო სურათზე, რადგან დემიეთში, ეგვიპტეში განხორციელებული დარტყმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდი. 29 ივლისს საუდის არაბეთი პირველად საჯაროდ შეუერთდა სამხედრო დარტყმებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. New York Times-ის მონაცემებით ერთობლივი ამერიკულ-საუდის ოპერაცია განხორციელდა ერაყის სახალხო რაზმების ძალებზე, ძირითადად შიიტურ დაჯგუფებებზე, რომლებიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ. ვაშინგტონმა და ერიადმა განაცხადეს, რომ დარტყმები იყო პასუხი დრონების თავდასხმებზე საუდის ნავთობის ობიექტებზე, რომლებიც ერაყის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული. ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რომელსაც ციტირებს New York Times-ი, განადგურდა დაახლოებით 20 ირანელი. ხას უსვამ არა ერაყელი, არამედ სწორედ ირანელი სამხედრო და ტექნიკური მრჩეველი. ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებმა დაადასტურეს დარტყმები საკუთარ ბაზებზე და განაცხადეს, რომ დაიღუპა მინიმუმ 20 ადამიანი, 20 მებრძოლი და 32 დაჭრილი. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი აზ-ზაიდიმ ამერიკა-საუდის ერთობლივი ოპერაცია მიუღებელ აგრესიად შეაფასა. ამასთან ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები ერაყის მთავრობასთან იყო შეთანხმებული. ეს ორი პოზიცია, როგორც ხედავთ, პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ერთმნიშვნელოვნად დადგენა, იყო თუ არა ოპერაცია შეთანხმებული, შეუძლებელია. მაგრამ აღნიშნავ, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერაყის მხრიდან. პუბლიკაზე გათვლილი თამაში. იმიტომ რომ ერაყის ახალ პრემიერ-მინისტრ აზ-ზაიდის მხარს თავად დონალდ ტრამპი უჭერდა და ცოტა ხნის წინ ის თეთრ სახლში მიიღო. ამიტომ ალი აზ-ზაიდის განცხადებას სკეპტიკურად მოვეკიდებოდი. ამავე დროს 30 ივლისის ღამეს აშშ-მ განაახლა საკუთარი ავიაერიშების სერია უშუალოდ ირანზე. შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ახალი სერია საჰაერო დარტყმებისა და მისმა ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, ციტატ: აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ძალებმა დარტყმები მიაყენეს ირანში ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ათეულობით ობიექტს, მათ შორის სამხედრო სარდლობის ცენტრებს, სარაკეტო და უპილოტო შეიარაღების ობიექტებს, სანაპირო სადამკვირვებლო და თავდაცვით პოსტებს, ასევე საზღვაო ბაზირების ობიექტებს. და ერთ-ერთი დარტყმა ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ქალაქ პარინშარზე განხორციელდა. ასებული მონაცემებით რაკეტა მოხვდა არაცხოვრებელ რაიონში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. და დარტყმების განახლების მიზეზი გახდა ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მიერ ბალისტიკური რაკეტებით ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იორდანიაში განხორციელებული თავდასხმა 4 შაბათს ღამით. ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ყველა რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო ტრამპმა შეგახსენებთ იმუქრებოდა, ციტატა, ირანს სულს ამოვაძრობთო. ირანის რეაქცია ფორმატით სიმეტრიული იყო. თეირანმა 3 ტანკერზე თავდასხმის შესახებ განაცხადა, რომლებიც ცდილობდნენ არმუზის სრუტის გავლას არასანქცირებული, როგორც მათ თქვეს, მარშრუტით. ამავე ღამეს გემების ტრეკინგის მონაცემებით სრუტიდან პირველად 11 ივლისის შემდეგ გავიდა გაზმზიდი ტანკერი, რომელსაც კატარის კომპანია Qatar Energy აკონტროლებს. და ირანულმა ნახევრად ოფიციალურმა სააგენტომ ფარსმა ამის შემდეგ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა თითქოს მისცა ნებართვა ამ გასვლაზე, რაც მიუთითებთ, რომ ირანი სრუტეზე მაინც შერჩევით და არა სრულ კონტროლს ინარჩუნებს. დიპლომატიური მოლაპარაკებები ამავე პერიოდში არ შეწყვეტილა, თუმცა შედეგის გარეშე. როიტერსის წყაროების მიხედვით ომანმა ირანს წარუდგინა სპარსეთის ხურის ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი არმუზის სრუტის მართვის გეგმა, რომელიც მოიცავს სრუტის დამოყენებისთვის ნებაყოფლობითი გადასახადების შეგროვებას. მაგრამ ირანმა ეს წინადადება 4 შაბათს უარყო, რის შემდეგაც იორდანიაზე რაკეტებით დაარტყა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავად საუდის არაბეთის პოზიცია, რომელიც ცდილობს იცით დააბალანსოს ძალის დემონსტრირება და სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილება. საქმე იმაშია, რომ ახლა ერ-რიადი არჩევებს თეირანს, რომ შეუძლია დარტყმა მიაყენოს მის რეგიონალურ პროქსი ძალების ქსელს. არ დაესხას თავს თავად ირანის ტერიტორიას, მაგრამ მიზანი არის შეკავების დამყარება. ამავე დროს დიპლომატიური მოგვარებისთვის სივრცის შენარჩუნება. და აი საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა: სამეფო აცხადებს თავის ერთგულებას მშვიდობიანი მოგვარებისადმი და არ აქვს განზრახვა გაამწვაოს დაძაბულობა.
თუმცა მზად არის უპასუხოს ნებისმიერ აგრესიას. სწორედ ამიტომ არის საგულისხმო ეპიზოდი, რომელიც თითქმის ერთდროულად მოხდა ერაღზე დარტყმებთან. ერთობლივი დარტყმების შემდეგ საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი ოთხშაბათს ვაშინგტონში შეხვდა ASHS-ის ვიცე-პრეზიდენტ JD Vance. იმისთვის, რომ დაერწმუნებინა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, არ გადაედგათ ნაბიჯი კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისკენ. ეს პირდაპირ მიუთითებს შინაგან წინააღმდეგობაზე ერ-რიადის პოზიციაში. რადგან ერთი მხრივ სამეფო ავლენს სამხედრო სიმტკიცეს, ერაყში პროირანული ძალების წინააღმდეგ დარტყმებით, იემენში ჰუსიტებზე დარტყმებით. მაგრამ ამავე დროს დიპლომატიურ დონეზე საუდის არაბეთი ვაშინგტონს სთხოვს არ გააფართოოს ეს ომი. კონფლიქტის ეკონომიკური განზომილებაც ახლა აშკარად გამწოვდა. ანუ როცა ვამბობ, რომ ომი მასშტაბირდება, ეს სამწუხაროდ მსოფლიო ბაზარზეც აისახება. ხუთშაბათს ბრენტის ნავთობის ფასმა ბარელზე $82.21 მიაღწია. და ინვესტორები, როგორც Bloomberg წერს, ესკალაციის შიშსა და დარეგულირების იმედს შორის მერყეობდნენ, რომ შეიძლება მოხდეს დარეგულირება, რაც ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების აღდგენას გამოიწვევს. ჰუსიტების თავდასხმებმა გემებზე წითელ ზღვაში ასევე აიძულა ლონდონის საზღვაო სადაზღვეო ბაზარი, რომ მაღალი რისკის ზონა გაეფართოებინა და მასში შეეყვანა უფრო მეტი სანაპირო, რომელიც საუდის არაბეთის პორტებს ესაზღვრება. თუ დაზღვევა ძვირდება, როგორც მიხვდებით, ნავთობიც გაძვირდება. ახლა ვის აძლევს ეს ხელს, ვის არა და რა სცენარები იკვეთება საერთოდ მომავალში. შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს ერაყში ერთობლივი ძალის დემონსტრაცია საშუალებას აძლევს აჩვენონ მზადყოფნა, ერთად შეაკავონ პროირანული დაჯგუფებები. მაგრამ ამავე დროს შეიცავს რისკს, რომ ისინი ჩაებმებიან უფრო ფართო და ნეკონტროლირებად კონფლიქტში. აქედან გამომდინარეობს საუდის თავდაცვის მინისტრის მიმართვაც JD Vance-ისადმი, თხოვნით, რომ ზომიერება იყოს დაცული. ანუ საუდიტები აცნობიერებენ, რომ დიახ, ძალა უნდა აჩვენონ, მაგრამ პირდაპირ შეტევაზე გადასვლა ალბათ არ ღირს, რადგან მაშინ ომი რეალურად ისე გაფართოვდება, რომ მისი კონტროლი შეუძლებელი გახდება. ირანს ეს სიტუაცია ორმაგ ზეწოლას უქმნის. ერთი მხრივ, მისი პროქსი ძალების წინააღმდეგ შეტევები ერაყში ასუსტებს მის რეგიონულ გავლენის ქსელს. მეორე მხრივ, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი თეირანისთვის რჩება ერთადერთ მნიშვნელოვან ბერკეტად, რომელსაც ის შერჩევითად იყენებს. თუმცა ის ზოგიერთ გემს შეთანხმების საფუძველზე ატარებს. ეგვიპტისთვის და გლობალური საზღვაო გადაზიდვებისთვის დემიეთში მომხდარი ინციდენტი ახალ გაურკვევლობას ქმნის. იმიტომ რომ თუ სუეცის არხი მართლაც თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, საუდის არაბეთისთვის დარჩენილი ერთადერთი უსაფრთხო საექსპორტო მარშრუტიც დიდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს უკვე არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ სავაჭრო მონაწილეებსაც შეეხება. წარმოიდგინეთ, ეს მთელი ნაწილი უბრალოდ იბლოკება. და მაშინ მთელი ტრაფიკი, აბსოლუტურად მთელი ტრაფიკი აფრიკის შემოლით წავა. რა იქნება შემდეგ? პირველი შესაძლო სცენარი ისაა, რომ კონფლიქტი დარჩება ამჟამინდელ ფორმატში. ასეთი წერტილოვანი ურთიერთდარტყმებით პარალელურად. მაგრამ უშედეგო დიპლომატიური მცდელობებით ომანის მეშვეობით ფორმალური დაბრუნების გარეშე სრულმასშტაბიან კამპანიაში. ანუ ეს ზავი, რომელიც ზავი არ არის, დარტყმები გრძელდება. მეორე სცენარი. თუ ინციდენტები მაგალითად დემიათში, ეგვიპტეში მომხდარი თავდასხმის მსგავსი გაგრძელდება და ისინი ერთმნიშვნელოვნად დაუკავშირდება რომელიმე მებრძოლ მხარეს, მაგალითად თუ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი პირდაპირ იტყვის, ეს ჩვენ ურთყამთ ეგვიპტეს, ეს შეიძლება აიძულოს ეგვიპტე და სხვა ქვეყნები, რომლებიც სუეცის არხზე არიან დამოკიდებული, მათ მოუწევთ მიიღონ დამატებითი ზომები სანაოსნო უსაფრთხოების დასაცავად. მსგავსად იმ ზომებისა, რაც უკვე მიღებულია წითელ ზღვაში მაღალი რისკის ზონის გაფართოების სახით. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნავთობის გაძვირება. მესამე სცენარი. ესკალაცია შეიძლება შენელდეს თავად რეგიონული მონაწილეების დიპლომატიური ზეწოლის შედეგად. პირველ რიგში საუდის არაბეთის მხრიდან, რომელიც მისი თავდაცვის მინისტრის JD Vance-ისთვის მიმართვით თუ ვიმსჯელებთ, დაინტერესებულია კონფლიქტის შეკავებაში არანაკლებად ვიდრე საკუთარი ძალის დემონსტრირებაში. შედეგი. ამ ეტაპზე ოფიციალურ ტერმინოლოგიას გამოვიყენებ. უცნოდმა დრონმა ორი გემი დააზიანა ეგვიპტურ პორტ დომიეტაში სუეცის არხთან. ეს ფაქტია. იმავე დღეს საუდის არაბეთი პირველად საჯაროდ შეუერთდა ASHS-ის დარტყმებს პროირანულ ძალებზე ერაყში. ხოლო ASHS-მ განაახლა საკუთარი ავიადარტყმების სერია
ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ობიექტებზე, თავად ირანში. ამავე დროს საუდის თავდაცვის მინისტრი სთხოვს აშშ-ს არ დაუშვას შემდგომი ესკალაცია. ნავთობის ფასები გაიზარდა ამ გაურკვევლობის ფონზე. კონფლიქტი, რომელიც დაიწყო როგორც აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება პლუს ისრაელი, ივლისის ბოლოსთვის უკვე ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ერაყსაც ითრევს. იემენსა და საუდის არაბეთს. ეს გარდა ქუეითისა, ბაჰრეინისა, კატარისა და ომანისა, იორდანიისა. ახლა კი უკვე ეგვიპტეც ამ ყველაფერში ითრევა. და ჯერჯერობით არ ჩანს იმედის ნაპერწკალიც კი, რომ ომი სწორედ დიპლომატიური გზით დასრულდება. აქ მრავალ წერტილს ვსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყლეთ მოწონება. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.